გაზი შეყვანა იდება ძალიან ძვირი 350 ლარიდან 450 ლარამდე. სადაც არის სოჩიკია თუ რაღაც არის 90 ლარი უმაღლესი. ისინი აფასებენ 160 ლარი. ეს სოკარის მოგონილია თუ ყოფილი მთავრობის მოგონილია, იქ ჩვენ არ ვიცით. ეს არის ძალიან ძვირი. მე არის ტარიფი იქნება 60 თეთრი. სადაც არის საქართველოში 50 თეთრი. და შემოტანა გაზის არის ჩვენ აზრით $150 1000 კუბური. არის გაზდილი ძალიან. ეს შეყვანის სხვადასხვა ტარიფები რაზე არის დამოკიდებული? მილის სიგრძეზე. ანუ რაც უფრო დაშორებულია სახლს. დაშორებულია, უფრო მეც თხოვლობენ. აი ესეთ შემთხვევა რომ აი რიცხველი თქვენი იყიდოთ და თქვენი ეგეთი რამე არა, არის რიცხველები აწერია საქართველოსთვის, არა სოკარის უნდა იყენოს. ესეა თბილისში ყაზდრან გაზის უნდა იყენოს, რა ყველა კომპანიას თავთავისი ის არის. და ამ რიცხვებზე ძალიან არის გაზდილი რიცხველები ის ელიავას ბაზრობაზე აწერია საქართველოსთვის შემოტანილი ის 90 ლარი უმაღლესი, 100 ლარი. ესენი აუბენ ის 160 ლარი. ერთ ადგილზე მიასვარკებენ და ორ ადგილზე რომ დაასვარკონ ის 310 ლარი, 320 ლარი, 410 ლარი, 420 ლარი. 350-ია სულ მინიმუმი. 350-დან იწყება გადასახადი. 12 სულიანი ოჯახი ვართ. ორი ვართ პენსიონერი, მოხუცები. ჩვენც ხო გვინდა რამე არა. აი ეხლა წყალი, გაზი, ყველაფერი ძვირია. აი ეს გაზის შეყვანა მაინც დაიაფონ, ტარიფები დაიაფონ, წყალი, რავი. გვირდებიან და ამას არაფერად არასრულებენ. ეს ხო შეიძლება დანაპირები ხო, მაგრამ ხო შეასრულონ რა. გაზის შეყვანა რა თანხები ჯდება რა? რა ვიცი, აი თითო 300-400-მ დინაჯდება. აი ძველი გაყვანილობა ხო იყო. ეხლა კიდე მოდა ერთი წერტი რო შეასრულებენ 490, 400, 390. აი რა ვქრათ? ქუჩიდან სახლამდე რომ შევიდეს გაზი 490. ქუჩიდან სახლამდე მივიდე და ერთი წერტი დადგეს 390, 400-მ დინაჯდება. რის მიხედვით დაადგინეს ეს ტარიფები თუ? არ ვიცი, შულო მე რა ვიცი ესეოდა ახლა რავი, აბა ჩვენ რა ძალა გვაქვს, აბა იძულებულები ვართ რომ ყველაფერი მოიკლოთ, რომ შეშარალი ყველაფერი გაჭირება, საწვავის ძვირი არის, ვერ მოგვიტანია ვერაფერი და ისევ აიგრე, აი ეს ამ მოხუცემ ეს ვარჩივენ, უმუშევრობა. როგორ შევიყვანო გაზი? მეტრა ტრუბა 7 ლარიო. ერთი კრანი 7 ლარ ნახევარიო. აი რანაირად უნდა შევიყვანო, აბა ნაი თქვენ განსაზღვრეთ. 40 მეტრა იმასაც 40 მეტრა იქიდან სადაც ის დააყენე, ჩემ იმამდე ეზომდე 40 მეტრა მინდა. ჯერ ეგე ტრუბა ანგარიშეთ რომ მეტრა ტრუბა 7 ლარი. სოჩიკი ხო რავი, სოჩიკი და ის პირველი ის კიდე 160 ლარიო. აბა 125 პენსია გვაქვს. ავად მყოფი ქმარი მყავ 90 წლისა. მარტო წამლება არ ყოფნია. რამე დამატებით შეღავათები არ შემოყავს. არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. ძალიან ძვირია გაზის შემოყვანა და ვერ შემოყვავს. აი ვინც შეიყვანა 400-500 ლარი უჯდება. ჩვენ მაგის საშუალება არ აქვს. თანაც ტარიფიც ძალიან ძვირი არის. რომ შემოიყვანოთ, გადასახადი ძალიან ძვირი იქნება. და ზამთარში ვერც გავთქვებით იმით. რით გადავიხადოთ? შეყვანის საფასურში თუ შედის მასალა მრიცხველი მილების, თუ ჩვენ ცალკე უნდა იყიდოთ ეს? არა, ჩვენ ძველი გაყვანილობა გვაქვს, მაგრამ მარტო ერთი რიცხველი და ერთი ტრუბის შეერთება, მაინც ძვირი 400 ლარი მაინც გვიჯდება. აბა ეს რა ვიცი, რანაირი რატო უნდა ჭირდეს ასეთი ძვირი არ ვიცი. ტარიფებს რაც შეეხება, ტარიფის ერთნაირი არის. აი გადახდის ხერხებია სხვადასხვა. არის პირდაპირ გადახდეთ დაუშვათ 400 ლარი დაჯდა და ბიდის გადახდა. მოსახლე შეუძლია გადაიხადოს პირდაპირ 400 ლარი. შეუძლია შიდა განმოდება გვაქვს ესეთი უპროცენტო. პირველი გადასახადს გადაიხდეს რიცხველის ღირებულობას 160 ლარს, აი დანარჩენი სხვაობა რაც იქნება დაუშვათ 400 ლარი ყიდა. ის უმაწილდება 3 თვეზე. და არის კიდე ის რა ქვია 25 ლარიანი სოციალური პროგრამას ეძახით, რომელიც თვეში 25 ლარია, წინასწარი გადასახადი არაფერი არ არის. და დაუშვათ ეს 400 ლარი იყოფა 25 ლარზე, რამდენი თვეც მოუწევს, ისე იხდის. დიახ, გასაგებია, მაგრამ თლიანობაში ამხელა თანხა რომ გროვდება 400 ლარიც, ანუ მოსახლეობას ბევრი სოციალურად დაუცველია, ბევრი მხოლოდ პენსიონერი ცხოვრობს ოჯახში და აი ეს პრობლემა დგას და ამის მოსაგვარებლად რამე ალტერნატიული სხვა ხერხები თუ არის? არის, ეხლა ეს ჩვენ სატარიფო განაკვეთები, აი ხაშტაღლის ხო დგება ჩვენს პირდაპირ საპროექტო ის მაგზურის ჯგუფი, სადაც გათვალისწინებულია დაუშვათ 1 მეტრა მილი რაღის, რიცხველი რაღის და ასე შემდეგ კალკულაცია დგება, ხაშტაღ რიცხვები იდგება და იმის მიხედვით ანგარიშება ეგ თანხა, რაც მოსახლეს უჯდება. ინდივიდუალური კი, ყველაფერი მილის
ღირებულობა თავისი გამოცდით, რაოდენობა, მასალის 1 მეტრის ღირებულობა, ეს არის ხელფასი, თითოეულ მონტაჟის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება და ჯამის. მე ჩამონათვალია შეხედეთ. აქ ორი სახეობის ბილია გამოყენებული ამ მოქალაქესთან. შემდეგ თვითონ მრიცხველის ღირებულობა თავისი მონტაჟით, ბადე ფილტრი აქვს, საღებავის ის არის, ჩამონათვალე 600 ლარზე თუ მეტი უჯდება მოსახლეს. იმაზე მეც ხარეს აიხდის კომპანია. ეხლა ამ შემთხვევაში ეს გადაიხდის 600 ლარს, მაგრამ 34 ლარს და რაღაც იმას გადაიხდის უკვე კომპანია. ეს უკვე შეღავათის ხო, ესეთი ის არის შეთანხმება, დიახ. 600 ლარი როგორ განისაზღვრათ, რო იცით? რატომ განისაზღვრა 600 ლარიდან ზევით? ექს-სემეკისთან მოვიდა ესეთ დადგენილება აქვს ჩვენ მიღებული 600 ლარზე ზევით უკვე იხდის კომპანია. მრიცხველი მაგალითად მილი შეუძლია მოსახლეს თქვას, რომ ჩემი არის. და იქ საფასური გამოაქვეყნებია ესეთი შემთხვევები. შესაძლებელი არის რომ მრიცხველი თავად კი, ოღონდ ის მრიცხველი რომელიც ჩვენ შევთავაზებთ, ჩვენი კომპანია რომელიც აყენებს იმ მრიცხველს შევთავაზებთ, ის იმ ტიპისა უნდა მოიტანოს, იქ მრიცხველი საფასური აღარ შევა ხართ-ხარისხში და დაუждდება არა 600 ლარი, შეიძლება დაუждდეს 100 ლარი. ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა მოსახლემ აღნიშნა რომ ასეთი რამე არ ხდება. გაჩვენებთ თქვენ ახლა თუ გინდათ ხართ-ხარისხს, სადაც აი ნოლები წერია საფასური, მასალის საფასური. რამდენიმე სახეობის მრიცხველი, რომელიც შეიძლება რომ დააყენოს ჩვენმა კომპანიამ და იმას შევთავაზებთ და რომელიც უნდა აირჩიოს. და შეიძინოს თავისი ხარჯები, დაყენების ხარჯები უბრალოდ თქვენთან წამოიწყოს. კი, დაყენების ხარჯები უკვე ჩვენი არის, იმიტომ რომ თვითონ ვეღარ აყენებს ის შესწავლებს დაუშვებს.